საქართველოსა და საერთაშორისო ფესტივალებში, კონკურსებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშესაწყობად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია ხელოვანი აჭარის ტერიტორიაზე მოღვაწეობდეს და რეგიონში იყოს რეგისტრირებული. 2014 წლის საკონკურსო ბიუჯეტი 91,000 ლარითაა განსაზღვრული. თითოეულ პროექტზე შესაძლებელია გაიცეს 13,500 ლარი. განცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და საკონკურსო ბიუჯეტის ამოწურვამდე გაგრძელდება. საუკეთესო პროექტებს 7 წევრიანი კომისია გამოავლენს, რომელიც განათლების სამინისტროს მესამე სექტორის წარმომადგენლებისა და ხელოვანებით არის დაკომპლექტებული. კონკურსი ცხადდება აჭარის რეგიონში მაცხოვრებელი ადამიანები, აჭარის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებისთვის. არ არის შეზღუდული ასაკი, არ არის შეზღუდული ჯგუფი იქნება თუ ინდივიდუალური შემსრულებელი და მიექცევა, რა თქმა უნდა, ყურადღება გამახვილდება, რა თქმა უნდა, ხარისხზე, როგორი ხარისხის და რა შედეგებით იქნება ეს ღონისძიებები და ეს ფესტივალები თუ სხვადასხვა აქტივობები, მოწოდებული როგორ იქნება, შეარჩევს აი ამას კომისია. კონკურსის ძირითადი და უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა, არის შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი ზრდისა და განვითარებისთვის, ქართული კულტურის პოპულარიზაცია, თუ ეს ეხება საზღვარგარეთ მონაწილეობას და რა თქმა უნდა, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლების შორის კონტაქტების დამყარებას და ამ კონტაქტების განვითარების ხელშეწყობას.